أعوذ بالله السميع العليم من الشيطان الرجيم ربي أعوذ بك من همزات الشياطين وأعوذ بك ربي أن يحضرون بسم الله الرحمن الرحيم მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მორწმუნეებო, თამა მემამულენო. ჩვენი დღევანდელი თემა ყურბანს, ყურბნის იბადეთს უკავშირდება, რადგან ყურბანი გვიახლოვდება უკვე, მეგობრები ცდილობენ, რომ შეიძინონ მათი ყურბნები. რას უნდა მევაქციოთ ყურადღება ყურბანთან დაკავშირებული ჩვენი წიგნები, რას გვეუბნება, რას გვთხოვს, ამასთან დაკავშირებით იქნება. წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, ქითაბულ ყუდური, რომელიც რომ იმამ ააზამ ჰაზრეთ ლერის გადმოცემების მიხედვით არის დაწერილი. ქითაბულ უდჰიეთი, ყურბნის თემა, ყურბნის წიგნი. الأضحية واجبة على كل حر مسلم مقيم موسر في يوم الأضحى. قربنის დღეს ყველა თავისუფალი მუსლიმანისთვის სახლში მყოფი და ვისაც რომ შესაძლებლობა აქვს იმ ყველა პიროვნებისთვის ყურბნის დაკლა ვაჯიბია, ანუ აუცილებელია. عن نفسه მისთვის وأولاده الصغار და პატარა ბავშვებისთვის, პატარა შვილებისთვის. მცირეწლოვანი შვილების ყურბნების დაკლაც თუ მშობელს შესაძლებლობა აქვს, იმისთვისაც ვაჯიბია. სიტყვა მუსირი, თესირი და მუესერი, ანუ შესაძლებლობას ნიშნავს. რომელ ადამიანსაც, ანუ რომელიც რომ მდიდარია, რომელიცაც რომ საშუალო დონის მაცხოვრებელია, ან წლის განმავლობაში თუ შეძლებს, მაგალითად რომ ყურბნის ვალი დახუროს, ამ ფორმაშიც შეუძლია რომ დაკლას, რადგან ყურბანი ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული იბადეთია. სიტყვა ყურბანი რას ნიშნავს? ყურბანი ყურბიეთიდან, ანუ ალლაჰუ თაალასთან დაახლოებას ნიშნავს. ღვთის მორჩილებას ნიშნავს. ალლაჰუ თაალაზე ჩაბარებას ნიშნავს. ნახეთ, როგორც იბრაჰიმ პეიღამბერმა ალლაჰუ თაალა მას საკუთარი შვილის ყურბნად შეწირვა უბრძანა, რადგან მან თვითონ ასეთნაირად შეჰპირდა, თუ შვილს მისცემდა მას ალლაჰუ თაალა, მისთვის ყველაზე საყვარელი რაც იყო, შვილსაც კი ყურბნად შესწირებდა. ასეთნაირად, ასეთი მნიშვნელობის შენაპირები გააკეთა, რითაც ალლაჰუ თაალამ შემდეგში იგი გამოსცადა. ალლაჰუ თაალა რა ბრძანებს? وَإِذَا أَسْلَمَا وَتَلَّهُ لِلْجَبِينِ, yani იბრაჰიმ ალეიჰისალამაც და ისმაილ ალეიჰისალამაც ერთმა იცოდა რომ შვილი ყურბნად შეეწირა, მეორემ იცოდა, ანუ შვილმა პატარა იყო, მაგრამ მამამის ეუბნებოდა, მამამის ასეთნაირად უთხრა, როდესაც იბრაჰიმ პეიღამბერმა უთხრა მას, რომ შვილო, სიზმარში გნახე რომ ყურბნად გწირევდი, ნახე შენ დაფიქრდი ამ თემაზე რას იტყვიო, მან უთხრა რომ იფალ მა თუმერ, შენ ალლაჰუ თაალამ რაც გიბძანა ის შეასრულო და დანებდა, დაემორჩილა იმის მიუხედავად რომ იცოდა რომ იგი ყურბნად უნდა შეეწირა, მან წინააღმდეგობა არ გაუწირა და გამჩენელი ღმერთის ბრძანებას ჩაბარდა. ანუ აქედან მოდის ძირითადად მორჩილებას ნიშნავს, ალლაჰუ თაალას ბრძანებაზე დამორჩილებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე ყურბანი ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი ღვთისმსახურება არის, რომელიც რომ იქიდან ჩვენზე დარჩენილი, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი აუცილებელი შესასრულებელი ღვთისმსახურება არის. ყურბნის ნიეთის გაკეთების დროსაც ადამიანმა ასეთნაირად უნდა გააკეთოს ნიეთი. ია რაბი, ეს ჩემი ცოდვიანი სხეული ყურბნად უნდა შემოგწირო, მაგრამ
შენ ადამიანის ყურბნად შეწირვა ჰარამად გაქვს ნაკცევი ჩვენი ყურბნად შეწირვა ჰარამია ჩემი თავის ცოდვიანი თავის ნაცვლად ამ ყურბანს შენ გწირავ მიიღე ჩემგან ამ ნიეთით უნდა შევწიროთ ყურბანი რა თქმა უნდა ყველა ადამიანმა მისი ყურბანი ანუ ოჯახზე ყურბანი არ არსებობს როგორც აქ წავიკითხეთ ყველა პიროვნებამ მისი ყურბანი რომელ ადამიანსაც შესაძლებლობა გააჩნია ყველა იმ ადამიანმა ყურბანი უნდა შესწიროს რას ბრძანებს წიგნში ან ნეფსიჰი მისთვის უნდა დაკლას ვეევლადიჰი სიღარი და მისი მცირეწლოვანი ბავშვების შვილების ყურბანიც უნდა დაკლას მშობელმა თუ ქალბატონსაც მისი ქონება ცალკე გააჩნია ოქრო ვერცხლის სამსახურიანი შემოსავალი ან მნიშვნელობა არ აქვს ოჯახში რამდენი პიროვნებაც იქნება რომელიც რომ ამ პირობებს აკმაყოფილებს მისი შემოსავალი აქვს ან გარკვეული უძრავი ქონება გააჩნია რომლითაც შეუძლია რომ მისი ქონებით ცალკეული ქონებით ყურბანი დაკლას ქალბატონზეც მამაკაცზეც აუცილებელია რომ ყურბანი დაკლას იაზბაჰუ ან კულli ვაჰიდინ minhum შაათენ ყველა მათგანისთვის შეუძლია რომ დაკლას ცხვარი ან თხაც ანუ ცხვარი და თხა ერთ ჯიშიდან არის ევ იაზბაჰუ ბედენეთენ შეუძლია დაკლას აკლემი ევ ბეყარათენ ან პირუტყვი საქონელი ან ასე ვთქვათ კამეჩიც შეიძლება რომ დაკლას რამდენი პიროვნებიდან ან სებ'ათინ 7 პიროვნებიდან ანუ ცხვარი ერთ პიროვნებაზე შეუძლია რომ დაკლას მაგრამ პირუტყვში შეუძლიათ რომ 7 პიროვნებამ აკლემში ან საქონელში შეუძლიათ მსხვილ ფეხაში 7 კაცმა შეზიარდეს ასეთი ცდარი გადმოცემა არის ჩვენთან რომ აკლემში შეიძლება 9-მაც შეზიარდესო ნახეთ ასეთი რამ არა ეს არის ხალხური ჩვენი ერთი ძველი ხოჯა იტყო და მენთევრების ადეთიდან არისო ზუსტად ისეთნაირად არის ანუ ჩვენ დინში რელიგიაში მაქსიმალურად არის 7 პიროვნება დიდ ყურბანში მხოლოდ შეუძლია რომ 7 პიროვნებამ შეზიარდეს ლუცი იქნება თუ კენტი იქნება მაგას მნიშვნელობა არ აქვს 5 კაცსაც შეუძლია მაგალითად რომ ერთი სხვილფეხა პირუტყვი შეწიროს 6-საც შეუძლია 4-საც შეუძლია თუ შესაძლებლობა აქვს 2-საც შეუძლია თუ შესაძლებლობა აქვს 1-საც შეუძლია რომ თლიანად ერთი პირუტყვი შეწიროს ეს ძალიან კარგი იქნება ყველამ რა თქმა უნდა მისი შესაძლებლობა მანიცის ველეისა ალელ ფაყირი ღარიბ ადამიანზე ღარიბი ვინ არის ვისაც რომ მხოლოდ რამდენიმე დღის საჭმელი გააჩნია ის პიროვნება არის ღარიბი ჩვენ ღარიბს რომ ვიტყვით ანუ გარკვეულწილად ჩვენ ქვეყანაში ან აღქმაში არსებული ღარიბზე არ არის საუბარი ღარიბი ის არის ვისაც ძალიან მცირე ქონება გააჩნია ის არის ღარიბი ისლამის ლიტერატურაში შეგვიძლია გადავამოწმოთ ღარიბის ახსნა როგორ არის վել მუსაფირი ადამიანი რომელიც რომ მოგზაურობაშია თავის სამშობლოში ან ქვეყანაში არ იმყოფება იმათ არ ევალდებულებად ვალდებული არ არიან მაგრამ თუ დაკლავენ შეიძლება რა არ ევალდებულებად უდჰიათუნ ყურბანი მაგალითად კაცი ქართველი კაცი რომ იყოს უცხო ქვეყანაში ამერიკაში მოგზაურობდეს ანუ იქ არ ცხოვრობს ანუ მოგზაურობაში ამ დროის ყურბნის პერიოდში ისეთნაირად დაემთხვა რომ ამერიკაშია როდესაც მოგზაურობაშია ვალდებული არ არის იმ პერიოდში რომ დაკლას მაგრამ თუ დაკლავს ყურბანში თუ გევა რა თქმა უნდა თუ დაკლავს იზამს მაგრამ ვალდებულება არ აკისრია მოგზაურებაში მყოფ პიროვნებას მაგრამ თუ დავკლავთ ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ყურბანი ადამიანის ორგანიზმიდან მისი ოჯახიდან მისი ქონებიდან გამონცადენი ერთი წლის ასე ვთქვათ სისხლის ქეფარეთი გამოსასყიდია ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ თუ ჩვენ ვცდილობთ რომ 1000 არასაჭირო ჰარამ რაღაცაში ფული დავხარჯოთ შევეცადოთ მაქსიმალურად რომ იბადეთის ღვთისმსახურების შესასრულებათაც ფული დავხარჯოთ ვაყტულ უდჰიათი يدخل بطلوع الفجر من يوم النحر ყურბანი ყურბნის დღეს მზის ამოსვლიდან უკვე შესულია إلا أنه لا يجوز لأهل الأمصار الذبح حتى يصلي الإمام صلاة العيد
სოფლებში სანამ იმამი ბაირამ ნამაზს არ ალოცვებს მანამდე დაკლა არ შეიძლება და ემმა ეჰლუ სევდაი ფეიაზბაჰუნა ბა'და ალ-ფაჯრ ქალაქში მაცხოვრებლები კი საბაჰ ნამაზის შემდეგ დაკლავენ შეუძლიათ დაკლან მაგრამ ჩვენ ქვეყანაში წესი ისეთნაირად არის ბაირამ ნამაზს ვილოცავთ ბაირამ ნამაზის შემდეგ სოფელშიც მცხოვრები ქალაქშიც მცხოვრები ყველა ერთად ყურბან ბაირამის ყურბნის იბადეთის შესასრულებლად გავეშურებით وهي جائزة في 3 أيام قربان بايرامي შესაძლოა რომ შესრულდეს ყურბნის პირველ დღეს ويومان بعده იმის შემდეგ 2 დღე კიდევ ანუ 3 დღეს ყურბნის დაკლა შეგვიძლია ولا يضحي بالعمياء ორი თვალი რომელსაც რომ ბრმა არის და არ აქვს ის ცხოველი ყურბნად პირუტყვი არ შეიძლება վել ავრაი ერთი თვალი რომ ბრმა აქვს ისიც არ შეიძლება վել არჯა ილეთი ლა თემში ილალ მენსიკი ისეთი პირუტყვი რომელიც რომ სასაკლაოზე მისი ფეხით ვერ მიდის ისეთი ცხოველის ყურბნად შეწირვა არ შეიძლება ველა თუჯზიუ მაკტუ'ატალ უზუნი ვეზამბი ველალეთი ზაჰაბ ექსერუ უზუნიჰა ყურის კუდის უმეტესი ნაწილი რომელ პირუტყვსაც არ აქვს იმის ყურბნად შეწირვაც არ შეიძლება ანუ მინიმუმ ყურ მოჭრილი ან კუდ მოჭრილი საკონლის უმეტესი უნდა იყოს თუ უმეტესი ნახევარი ან ნახევარზე მეტი მოჭრილი აქვს ის ყურბნად არ შეიძლება ნაკლოვნად ითვლება ამიტომ ნახევარზე უფრო მეტი უმეტესი ნაწილი უნდა იყოს فإن بقي الأكثر من الأذن والذنب جاز თუ კუდის ან ყურის უმეტესი ნაწილი დარჩენილი აქვს შეიძლება რომ დაიკლას ويجوز أن يضحي بالجماء ურქო ცხოველის ყურბნად შეწირვა ან ურქოში რას გულისხმობთ ხომ არის ისეთი პირუტყვი რომელსაც რომ დაბადებიდან რქა არ გააჩნია მაგალითად სხვარში ზოგადად რქა არ მოიძებნება იმიტომ ცხრის ჯინსში ჯიშში რქა არ არის ძირიდანაც რომ მოტეხილი ჰქონდეს სხვარში შეიძლება მაგრამ პირუტყვი სულფახა პირუტყვი რომელსაც რომ თავიდან რქა ჰქონდა მაგრამ თუ იმას მოტეხილი აქვს ძირიდან ანუ თოკი რომ არ წეებმება იმდენზე თუ მაინც მოტეხილი აქვს იმიდან ყურბანი არ დაიკლება მაგრამ თუ ჯიშიდან დაბადებიდან ურქო იყო ის ყურბნად შეიწირება მაგრამ თუ რქა ჰქონდა და მოჰტყდა და იმდენი თუ არ დასჭა რომ ზედან თოკი წეებას ყურბანის იმ ყურბნიდან ის პირუტყვი უпроსორად ყურბნად არ შეიწირება վել ხასიი დაკოდილი ცხოველი ყურბნად შეიძლება მაგალითად ბუღა რომ დაკოდილი იყოს ან ხარი დაკოდილი რომ იყოს თუ შეიძლება რომ ყურბნად იყოს შეიძლება რადგან აქ ამბობს რომ მე-15 ნომერში վել ხასიი დაკოდილი პირუტყვის ხორცი უფრო გემრიელია ამიტომ შეიძლება ამბობს վել ჯერბაი რომელსაც რომ ავადმყოფობა აქვს რწყილები ყავს დასევლი ისეთ შემაწუხებელ დონეზე რომ ცხოველის შეხედულება ან ფიზიკური მდგომარეობა უკვე ცუდ მდგომარეობაშია დასუსტებულია ამის გამო და ცუდი შესახედავია ასეთი საკონლის დაკლა არ შეიძლება მაგრამ თუ სუქანია სუქნად არის და კარგად არის რწყილები რომ წავდეს იმ პირუტყვის დაკლა შეიძლება ვესავლაი ისეთი პირუტყვი რომელიც რომ ხან სჭამს ხან არ სჭამს ანუ ნერვული სისტემა ცოტა თუ აშლილი აქვს იმ პირუტყვის ყურბნად დაკლა შეიძლება მაგრამ თუ თლად ასე ვთქვათ გაგიჟებული და გაველურებულია ასეთნაირად გაველურებული და გაგიჟებული ჭკვიდან არეული პირუტყვის ყურბნად დაკლა არ შეიძლება վել უდჰიяту минал ибили вал бақари вал ғанами ყურბანი აკლემიდან სხვილფეხა პირუტყვიდან და ცხვრიდანაც იუჯზიუ მინ ზალიკე კულლიჰი ესსენიუ რომელსაც რომ ასაკი შესრულებული აქვს ასაკი ანუ როგორ აქვს ასაკი აკლემში მინიმუმ 5
პირუტყში ან კამეჩში მინიმუმ 2, სხვარშიც მინიმუმ და თხაში 1. მაგრამ فَسَاعِدًا إِلَّا الظَّأْنَ فَإِنَّ الْجَزَعَ مِنْهُ يُجْزِئُ მაგრამ თუ ბატკანი დედისნაირად არის საძოვარზე რომ გუშვებ დედისნაირი ტანიანი თუ არის და იმ ტანზე თუ არის შეგვიძლია რომ 6 თვის და ზემოთ მინიმუმ ოღონდ 6 თვის უნდა იყოს 5 თვის და 25 დღის რომ იყოს არ შეიძლება მინიმუმ 6 თვის მაგრამ დედის ტანზე თუ არის ჯიშიანი დიდი თუ გამოიყურება დიდად იმის შეწირვა შეიძლება თუ არა და არ შეიძლება وَيَأْكُلُ مِنْ لَحْمِ الْأُضْحِيَةِ وَيُطْعِمُ الْأَغْنِيَاءَ وَالْفُقَرَاءَ ადამიანს შეუძლია რომ მან თვითონ მისი ყურბნის ხორცი როგორც მან მიირთვას ასეთნაირად ღარიბებსაც და მდიდარებსაც მიართვას وَيَدَّخِرُ ასეთნაირად შეუძლია რომ შეინახოს შენახოსთან დაკავშირებით ძვირფასო ჯემაათი მუსლიმი ძვირფასო მეგობრებო არის 2 გადმოცემა ზოგი ნაწილი ამბობს რომ შენახვა შეიძლება ზოგი ნაწილი ამბობს რომ აუცილებლად უნდა შეინახო ეს ადამიანის მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულია ერთ წელს როდესაც ძალიან გაჭირვება და სიღარიბე იყო რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა მათ უბრძანა რომ წრეულს გაჭირვებული წელი გვაქვს ანუ აქედან გამომდინარე ყურბნის ხორცი ცოტა შევინახოთ იმ წელს შენახვა უბრძანა მაგრამ შემდეგ წლებში როდესაც ამ გაჭირვებიდან სიდუხჭირეს თავი დააღწიეს და მატერიალური პრობლემები უფრო ნაკლები იყო იმ წელს ბრძანა რომ გაეცით ანუ აქ როგორ უნდა მოიქცეს მუსლიმანმა მისი ოჯახური მდგომარეობის მიხედვით თან უნდა გავცეთ თან უნდა შევინახოთ შენახვაში ან გაცემაში არანაირი პრობლემა არ არის وَيُسْتَحَبُّ أَنْ لَا يُنْقِصَ الصَّدَقَةَ مِنَ الثُّلُثِ მაგრამ არ დაგგვავიწყდეს რომ მინიმუმ ყურბნის 1/13 თქვათ 30 კილო გამოვიდა ჩვენ ყურბანს 1/13 ან 15 კილო გამოვიდა 1/13 სადაყად გაცემა მუსტეჰაბია მუსტეჰაბი რას ნიშნავს გაკეთების დროს მადლი და მოწონებული საქციელია რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი როგორც აკეთებდა მინიმუმ 1/13 ჩვენი ყურბნისა უნდა დავანაწილოთ وَيَتَصَدَّقُ بِجِلْدِهَا ყურბნის ტყავს ფოსტს როგორც ჩვენ ენაზე ეძახიან სადაყად შეუძლია გასცეს أو يعمل منه آلة تستعمل في البيت ან ისეთი რაღაცები გააკეთოს რომელიც ოჯახში გამოიყენება ძველად მაგალითად სალოცავებს აკეთებდნენ ძველ სახლებში ან ჩვენ წინაპრებს ცხრის ფოსტი ან საქონლის ფოსტი აუცილებლად ყველა სახლში მოინახებოდა ალბათ დღეს კიდევ მრავალია والأفضل أن يذبح أضحيته بيده ყველა პიროვნების მიერ მისი ყურბნის მისი ხელით დაკლა ძალიან კარგია إن كان يحسن الذبح თუ კარგად შეუძლია რომ დაკლას ამ შემთხვევაში ويكره أن يذبح الكتابي არა მუსლიმზე დაკლევნება მეკრუჰია ანუ რადგან მხოლოდ იუქრეჰუსერი ანუ თაჰრიმი არ შეიძლება თუ სხვა შესაძლებლობა გვაქვს ყველა შემთხვევაში მუსლიმანს უნდა დავაკლევიოთ ჩვენი ყურბანი მაგრამ თუ ქვეყანა დაიქცა და ვინმე ვერ ვნახეთ მხოლოდ ის დარჩა ქერაჰეთის ერთად შეიძლება მაგრამ ეს ძალიან ცუდია მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ მუსლიმანს დავაკლევიოთ რატომ იმიტომ რომ რა ვთქვით ყურბანი არის ყურბიეთი ალლაჰთან დაახლოების ნიეტია არა მუსლიმი ადამიანი რომელიც რომ ღმერთის ერთობას ერთადერთობას მის უზენაესობას არ აღიარებს არ ემორჩილება ის ადამიანი ღმერთთან ახლოს ვერ იქნება აქედან გამომდინარე მისი დაკლული მიღებული არ არის وإذا غلط رجلان فذبح كل واحد منهما أضحيته الآخر أجزأ عنهما ولا ضماء عليهما ორ ადამიანს ერთმანეთის ყურბნების დაკლა შეუძლიათ მაგალითად მე შენი ყურბანი დაგიკლა შენ ჩემი ყურბანი დამიკლა აქ არანაირი პრობლემა არ შეიძლება ამის ერთად ვირფასო მორწმუნეებო არის რამდენიმე თემები
ყურბანთან დაკავშირებით. ყურბანი აუცილებლად უნდა შევიძინოთ ფეხზე. ანუ ფეხზე რას ნიშნავს? ყურბანი უნდა შეფასდეს ფეხზე მდგომი არ ფორმაში უნდა ის ვიყიდოთ, მაგალითად ყურბანი ვიყიდოთ, დავკლათ, ავწონოთ და იმის მემრე რაც მოუწევს მოგცემ, მასეთნაირად ყურბანი არ შეიძლება. ყურბანი უნდა ვიყიდოთ ცოცხალი წონა და ის ისეთნაირად უნდა ავწონოთ, იმის შემდეგ დავკლავთ, რაც მოუწევს განაწილდება. ფული ცოცხლად მდგომარეობაში უნდა აიწონოს და ცოცხალ მდგომარეობაში უნდა მოხდეს მისი შესყიდვა. ამას პლუს ხშირად მოდის კითხვა, მაგალითად, თუ შეიძლება რომ საყურბნე პირუტყვიდან სარგებლის მიღება, მაგალითად მოწველოს, ის რძე გაყიდოს, ან ყველი გააკეთოს და გაყიდოს და ასე შემდეგ, ან მეწილეებს შორის გაანაწილოს. ყურბნიდან სარგებლის მიღება არ შეიძლება, ძვირფასო მეგობრებო. ამიტომ იმ რძეს ვერ გამოიყენებს, მეწველი რომც იყოს, ის რძე მაინც უნდა რომც მოწველოს, კიდევ იმ ძროხას უნდა შეასვას. იმის გამოყენება, ან გაყიდვა, ფულად მოხმარება, ან ყველის გაკეთება, ან კარაქის გაკეთება მიზანშეწონილი და დაშვებული არ არის, რადგან ყურბნის ცხოველიდან ყველანაირი სარგებლის მიღება აკრძალულია და არ შეიძლება. ძვირფასო მუსლიმანებო, კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას. ამ თემებს მივაქციოთ დიდი ყურადღება. ყურბანი პირველ რიგში არის ღვთისმსახურება, ყურბანი არის იბადეთი და არა ხორცი. ამასთან ერთად ჩვენი შეძენილი ყურბნები იმ ყველა თვისებას უნდა აკმაყოფილებდეს, რომელიც რომ ჩამოუთვალეთ. მაქსიმალურად ყველა მუსლიმანმა უნდა შეეცადოს, რომ მისთვის და მისი პატარა შვილებისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვისაც ყურბანი დაკლას. ჩვენს ქვეყანაში ასეთნაირად არის გავრცელებული, დაჯერებაც უჭირს, ჩვენ ახლა ამას წიგნიდან ვკითხულობთ, მაგრამ ბევრს შეიძლება გონიოდეს, ან დარწმუნებული ვარ, ისეთნაირად იქნება, რომ ეს საიდან მოვიდა, აქამდეს ეს არ იყო. აქამდეს ჩვენ ქვეყანაში კომუნისტების დრო იყო, სხვანაირი დრო იყო, გაჭირვებული პერიოდი იყო, შეუძლებელი იყო, მაგრამ დღეს ის დრო აღარ არის. წიგნში გარკვევით და ნათლად გვიწერია, რომ რომელ ადამიანსაც მუყიმინ მუსირინ, ადგილზე მყოფი და შესაძლო მდგომარეობა ვისაც აქვს, ოჯახის ყველა წევრზე თითო ყურბანი უნდა დაიკლას. ალლაჰუ თაალამ შესრულებული და შესასრულებელი ყველა ღვთისმსახურება ყაბული გაგვიხადოს. ასსალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰ.